საქართველოს გაეროს ასოციაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ატარებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვეწვიეთ 8 რეგიონის 50-მდე სოფელს. ვხვდებით სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას და ვცდილობთ ვუპასუხოთ იმ შეკითხვებს, რომელიც აწუხებს ამ ადამიანებს. ეს ეხება ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის გრიპს, ეხება კოვიდს, ეხება ვაქცინაციას და ასევე გამოიკვეთა, რომ არის ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის შესახებაც ადამიანებმა არ იციან. მათ შორის ეს ეხება კალენდარულ ვაქცინებსაც და მათ შორის ეს ეხება სხვა პრევენციულ საშუალებებს, როგორიც არის ჰიგიენა, როგორიც არის სხვა თავდაცვის საშუალებები. საზოგადოებრივი ჯანდაცვა იყო უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, მით უმეტეს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. მათთვის უმნიშვნელოვანესია იმ საცხოვრებელ პირობებთან გამკლავება, რაც სოფელში უწევთ და იყონ ისინი მზად. სეზონური გრიპები, ეს იქნება თუნდაც COVID-19-ის პანდემია, თუ სხვა გამოწვევები, რომელიც მრავლად არის და ხელს უშლის სოფლის მაცხოვრებელს ჯანსაღად იცხოვროს სოფლის ჯანსაღ გარემოში, ამისთვის მზად უნდა იყოს თითოეული მაცხოვრებელი. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური ქსელები გაჯერებულია ყალბი ინფორმაციებით და ადამიანები მხოლოდ აქედან იღებენ მასიურად ინფორმაციას, მათთვის მნიშვნელოვანი იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება. ახალგაზრდობა უფრო მარტივად იღებს, უფრო იოლად იღებს ამ ინფორმაციებს, სიამოვნებით ეცნობა და სვამს კითხვებს. საშუალო ასაკის ადამიანებს ცოტათი უჭირს სოციალური ქსელით მიღებული ინფორმაციისა და ამ რეალური ინფორმაციას შორის კავშირი და თავის თავთანაც წინააღმდეგობაში მოდიან. ასაკოვანი ადამიანები კი ცოტა სიფრთხილით უდგებიან. ეშინიათ, თუმცა აღიარებენ, რომ ისინი თავის დროზე ვაქცინაციამ გადაარჩინა სხვადასხვა ვირუსებისგან და სხვადასხვა დაავადებებისაგან. წარმატებით ჩავატარეთ უკვე არაერთი შეხვედრა, მათ შორის მაღალმთიან რეგიონში, მათ შორის საზღვრისპირა რეგიონებში. შედეგი ყველგან არის ერთი და იგივე. ადამიანები ღებულობენ მეტ ინფორმაციას, მისთვის რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც დაეხმარებათ მათ, რომ იყვნენ ჯანმრთელები.